ქართული ოცნების შტაბთან იმართება მელიქიშვილის ყოველდღიური აქციები. საზოგადოებრივ მაუწყებლიდან შეუერთდა ცოტა ხნის მიმდინარე აქციას მოქალაქეები. Mața microfon să gama grămaș.
დახვდა მანქანა თაკო ხელაძე მიიღო ფიზიკური დაზიანება, როგორც ახლა ის ამბობს და ცოტა ხანში მოგუყვება თუ რა მოხდა ზუსტად ქართული ოცნების ახალგაზრდა საარჩევნო შტაბთან. მე გამოვიყურები აი ეს. მოკლედ ქართული ოცნების ოფისთან მოვედით ჩვეული მარშით. როგორც კი მოუახლოვდით შენობას, მივხვდით, რომ პროვოკაცია იყო, იმიტომ რომ არ დაგხვდა პოლიციის კორდონი, როგორც ხდება ხოლმე ჩვეულებრივ. და ვეკონტაქტებოდით ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს, რომ გავფრთხილებოდით და არ წამოვგებოდით პროვოკაციას. ამ დროს მოვიდა მანქანა, გვეძახდნენ პროვოკაციულ ფრაზებს. ერთ-ერთი იყო ჩემი ნაცნობი, მე გავეკიდე ამ მანქანას, რომ თვალებში ჩამეხედა ამ ადამიანისთვის და გვერდიდან მომვარდა ვიღაც კაცი, ჩამარტყა და მაგის მერე მანქანებიდან გადმოცივდნენ ეს, არ ვიცი, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, ქვედა ქუჩიდან ამოვიდა ერთი 20 კაცი და დაგვერივნენ და არ ვიცი, ბევრი ადამიანი ჩემგან და არის დაშავებული. პოლიციას უქონდა ამაზე რაიმე სახის რეაქცია? პოლიციაში მე დავრეკე, თან დავბოდი და თავრეკავდი პოლიციაში და მოვიდნენ დაახლოებით, რა ვიცი, 3-4 წუთში. და არ ვიცი, რეაგირება არის ეს, რომ ჩადგნენ და აქვთ ეხა კორდონი. მადლობა თაკო ხელაძეს უსმენდით ახლა ის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ხმა, რომელიც ყოველდღიურ პროტესტზე უერთდება ხოლმე რუსთაველის მარშს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც გაიხსნა კახაკალაძის საარჩევნო შტაბი მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო საქართველოს შენობაში, მას შემდეგ აქვს ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართება, მოგვიანებით კი მოქალაქეები ჩადიან ხოლმე რუსთაველის გამზირზე. ყოველდღიური აქციები აქამდე რაც ყოფილა მუდმივად იყო სხვადასხვა ძალადობის და შეურაცხყოფელი მომენტებით სავსე, მათ შორის ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა აქტივისტმა, ასევე ხშირი არის სიტყვიერი შეურაცხყოფაც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა მხრიდან, მათ შორის პოლიციის მხრიდან, თუმცა ამ დრომდე გამოძიება ბუნებრივია არც ერთ შემთხვევაზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არ დაწყებულა. მოქალაქეები კვლავ არიან მელიქიშვილის გამზირზე. ათულეთის საარჩევნო შტაბიდან გამოიშალნენ, ახლა როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი. ნიუთებს ისრიან ისინი საარჩევნო შტაბიდან, როგორც ხედავთ. პოლიცია, როგორც ხედავთ, არც ერთი პოლიციის თანაშრომელი არ არის ახლა შტაბთან მისული და არ ვცდილობს მათ უკან შეყვანას. ადამიანების რომლებიც აი ნიუთებს ისრიან, როგორც ხედავთ, akcijas მონაწილეებისა და მედიის მიმართულებით აი ახლა მხოლოდ ახლა მივიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი აქ მუშაობენ საფრთხეთო ხედავთ რამდენი ბოჭი და იმის დივაისოვის ოფისიდან შენი დედა შევეცი ეთის რუდანში Arıcı. Hedef konkaktinde çalışması çalışmalarınız როგორც ის და როგორც სოლა. Eles sumitlar edulitetten ol. Benim karebenim olsun. Kayıtız bizim sebep. Beni hemen severim.
მოგიწყეთ არჩევნები და ამომრჩეველი. პოლიცია აკავეს, ყოველ შემთხვევაში ალბათ ცდილობს, მაგრამ არ ემორჩილებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და ცდილობენ ეს აქციის მონაწილეებთან ჩამოსვლა. Kalem poşeti tekrar. Kalem sakarak poşeti tekrar. ამ დროინდ პოლიცია არაჩვენებს ქართული ოცნების საარჩევნო ოფისიდან გამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების და მედიის მხარესის სხვადასხვა საგნებს პროგრამებს, მხოლოდ 2-3 თანამშრომელი უშუალოდ სულ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების კახაკავალის საარჩევნო შტაბიდან გამოვიდნენ წარმომადგენლები, მათი ამომრჩევლები, არ ვიცი, შეკრებილი მოქალაქეები, ისვრიდნენ რკინის, პლასმასის, შიშის ბოთლებსაც, სხვადასხვა სითხით სავსეს, აქციის მონაწილეებისა და მედიის მიმართულებით არაერთ ადამიანს მოხვდა აქ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებულებს. პოლიცია პირველი ძირითადი ნაწილის იმ დროს, როდესაც ისი ქართული ოცნების წარმომადგენლები ისროდნენ, იმითაც რეაგირება არ ქონიათ, თავით ლაიშიც კარგად ჩანდა და ახმადი იყო ეს. მხოლოდ ბოლოსკენ უკვე შიგნით შეიყვანეს ქართული ოცნების წარმომადგენლები, მოგვიანებით ისევ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია იყო ჩამდგარი მათ შესასვლელ კართან, მათ გამოწიეს ეს პოლიციელები, ისევ გამოვიდნენ, დაიწყეს საგნების სროლა და ახლა ისევ შიგნით არიან შესულები. რამდენადაც დავინახე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბიდან.
სწორად მოვიტან მაგას და მე დავდა ჩემი. მაგას ჩაგირდა დილას. ხოჭო დროშადაობს ანიუსები. მერთო ჩემო წყლის სავსე ბოთლებს და საგნებს ისრიან აქციის მონაწილეების მიმართულებით და მედიის მიმართულებით მერთო ჩემო ძალიან ბევრი ტიტუშკა თუ არ ვიცი სამხელო კანცელში გამოწყობილი ადამიანი არის ახლა აქციის მელიქიშვილის გამზირზე გამოსული ქართულების ოფისიდანაც გამოდიან და აქ არიან აქციის მონაწილეები ძალიან ცოტა პოლიცია როგორც ხედავთ წინა დღეებისგან განსხვავებით, როდესაც უამრავი იყო და ბევრად აღემატებოდა აქციის მონაწილეებს, ახლა თითქოს ვერ ახერხებს ამ ორ ფრონტზე გამოჭრილი ქართული ოცნების ხარდაჭერების შეჩერებას. ორივე მხრიდან, როგორც ოფისის გამოსასვლელიდან, ისე მეორე მხარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოსასვლელიდან არიან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც ისრიან ბოთლებს. მერთო ჩემო ჩვენს ერთ-ერთ მონაწილეს მოხვდათ ერთ-ერთი მონაწილე არის აქციის დაზარალებული. ძირს გდია ახლა არ ვიცით რა დაზიანება მიიღო სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან დასრული საგნები მოხვდა მას. საიდან რა ის კიდევ ხედავთ ჰაერში ნასროლ საგნებს, რომელიც არაერთ აქციის მონაწილეს მოხვდა, რამდენიმე მათგანი ძირს ეგდო, ახლა დასჭირდება სამედიცინო დახმარება. პოლიცია ისევ აქეთ მხარეს ცდილობს აქციის მონაწილეების გადაწევას, ნაცვლად იმისა, რომ ათეულობით ეს პროვოკატორი, რომელიც აქეთ აქციის მონაწილეებს და მედიის ისინი არიდოს აქციის მიმდინარეობას წევენ ამ პროტესტის მონაწილეებს. ერთდროულად გამოიჭრა. და პოლიცია Kanta! გადმოგზავნე ხა, ხილა. მაჩარის მედიასთან დავიდა. საშუალებას და პარლამენტის უკან მიდი. ხედავთ იმისა, როგორც თქვი, თავდაპირველი, ესე ვთქვათ, საგნების სროლა და ის შეხლა შემოხლა. დაწყებული იყო როგორც კახაკალაძის შტაბიდან, ისე აი დაახლოებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან წამოსული ათეულობით მოქალაქისგან მაინც აქციის მონაწილეები აღმოჩნდნენ ის პირები, რომელსაც პოლიცია აქცევს ბლოკადაში და აწვევა პარლამენტის მიმართულებით. აი გამოიშალდნენ ისევ აი სათეულობით ქართული ოცნების საარჩევნო მაისურებით გამოწყობილი მოქალაქეები, როგორც ხედავთ, ისინი შეაჩერეთ ხალხს მოაჩერეთ კაცო. ასე უსვამს პოლიცია მოძალადეებს ხალხისკენ. და ვითომ ისინი იცავენ მოქალაქეებს. ასე ტიტუშკები. მოდიან. ტიტუშკები.
უნდა გადავიღო. რა უნდა გადავიღო და აცალოთ მოქალაქე ჩვენი მიმართულებით საგნებს ის არავინ რეაგირებას მაგაზე არ აქვს და ეს უნდა გადავიღო. ნახეთ არ არის პოლიცია, თქვენს გადავიღო. გადადით, ხალხო, რატო პროვოცირებს? გადადით. ხელი გამიშო. ხოდა გადადით. ისრი. გადადით მე. გადადით მე. მოგიწოდეთ განავთი. ხო გეუნებია, წადი. ადი ხელი კაში დედა მეცილე შენ, წადი ახლა. წადი ახლა. ნორმალია, გადადი ბალე ხო. ეს თქვენი სახელი თუ შეიძლება რა, თქვენი სახელი. თქვენი სახელი. კეთი შეგიძლია მითხრა დამოხდა კეთი. მაშანი ხوارამის კუპა დადგი ოჯახში. რა პოლიციელებს გაარწეს მეთი ხელი ვიღაცა უაფრთხა მაგის სახელი და გვარი მიხარი მაგ გასუაფრთხა. კაცოვის გამო დაიჭირა ადამიანი და ეხლა რა ჯანამაზა адам პოლიციო მაგათ მაგარხეს ბიზნეს მონები თვალაზე გული საბრალი რა შეიძლება როგორ ხალი ხარ გინდა აი ზურაბოთ რა რატომოთ სადმე დამინდა ხელი გაკეთდა სულ ცოტა ხნის წინ როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბიდან გამოსული მართლა პროვოკატორების აღუბეჭდეს კამერაზე, რამდენიმე პოლიციელი ძალადობით შეიცადა ჩემთვის ეს ჩემს გადაწევას ამ პროტესტის მონაწილეობის მიმართულებით. მათ შორის ერთად არ ვიცი ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენელი იყო თუ ძალაუნების ამ შემთხვევაში, მაგრამ სასმის სუნიც კი ამოსდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ უთხარი ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი და ვცდილობდი ქართული ოცნების შტაბიდან გამოსული მოქალაქეების შეურაცხყოფელი ფრაზების და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების აღწერას. ძალადობრივად გამომაგდეს ფაქტობრივად ხელისყურით უჯრედუნებით აი აქციის მონაწილეებს მხრიდან ახლა აწობიან პარლამენტის მიმართულებით აქციის მონაწილეებს. როგორც ხედავთ, რაოდენობრივად არ არიან ბევრი, თუმცა
მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ქართული ოცნების წარმომადგენელი ან ტიტუშკა შეეცადა სხვადასხვა მიმართულებით აქციის მონაწილეებისთვის. უკან ნახეთ რა ხდება უკან მესამე ტელეფონი მაცხობია. კიდევ ერთხელ ქართული ოცნების წარმომადგენლები, შტაბიდან გამოსული პირები ცდილობენ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. ალექსანდრე ქეშელაშვილის პუბლიკა ჟურნალისტს ახლა წაართვეს თქვენ ტელეფონი, აი ესე ჰაერში ისვრიან. პოლიცია რეაგირებას არ ახდენს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე და გარბის აი ახლა ტელეფონით აი მანქანაში მჯდომ კაცს გადასცა, ახლა ტელეფონით ნომრებსაც ხედავთ მანქანაში. ტელეფონი დააბრუნე. ტელეფონი დააბრუნე, მალე. შენი არ არის, ტელეფონი დააბრუნე. ტელეფონი დააბრუნე, მალე. ვისი და ჟურნალისტის მალე. ერთ-ერთი ჟურნალისტი წააქციეს ახლა. აი ეს ხდება ახლა ქართული ოცნების საარჩევნო ოფისი. ზუსტად აღწევს მათ სახეს აი ეს კადრები. როგორ ექცევენ მედიის წარმომადგენლებს. გასაკეთებ, კაცო! პუბლიკას მეორე ჟურნალისტს ნასვებში ახლა. მერთხოს სრული განუკითხაობა, მანამდე ჩემზეც იყო ძალადობის ფაქტი, როგორც სიტყვიერი. ისე ფიზიკური. ღმერთო ჩემო. აი ეს ტელეფონებს ართმევენ მედიის წარმომადგენლებს, მოპარვით მე მიაქვთ რომელიღაცა მათი ხარდამჭერის, რა ვიცი მე, მეგობრის მანქანებში და იქ აბარებენ ამ ტელეფონებს. ერთ-ერთის დახსნა ტელეფონის მე შევძველი. პუბლიკა ჟურნალისტს წაართვეს, ერთის მეორეს თვაში წუდნენ. კეთო, კარგად ხარ? ხესელი დადაშევეთი მოხდა. პუბლიკა ჟურნალისტს ტელეფონს წაართვეს, მე შევძველი რომ გამომერთო კეთო არის ის პუბლიკა ჟურნალისტი. მაგას თლებით ათრევდნენ, კიდე რამდენი ვაშლო დააგდეს ძირს და მაგას შედნენ ფეხით და ახლა იმეც მიყურებენ ესეთი ავად მომასწავლებელი თვალით.
ეს სახელობითაც გამოდიან, აგინებენ, ურტყამენ, ართმევენ ტელეფონებს, სხვადასხვა გადასაღებ მოწყობილობებს. და პოლიცია შუაში დგას და როგორც ხედავთ, ძალიან ისე სერიოზულად აღკვეთს ამათ ძალადობრივ ღონისძიებებს. არც ერთი ყველა პოლიციელი ხა გაკრაფილი აქციის მონაწილეების ხარეს. აქციის მონაწილეების ხარეს და იქ ცდილობენ რომ ჩაწიონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისთვის, აქ სადაც ათეულობით ტიტუშკა მოძალადე და რა ვიცი პროვოკატორი დგას ქართული ოცნების წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებს ესვრიან ფიზიკურ დაზიანებებს აყენებენ, საშუალებას აყენებენ და ტელეფონებსა და სხვა ტექნიკასაც ართმევენ. აქ რა ვიცი რა როგორც ხედავთ, ხთიძე ჩამოსაცვლელი რაოდენობით არიან პოლიციელები და არც ერთი მათგანი ვინც აქ არის არ ცდილობს ამ ძალადობრივი შემთხვევების აღკვეთას. ეს არის დღევანდელი მმართველი პარტიის სახე, აქ რაც ხდება. ესე პერიოდულად ისევ გამოიშლებიან ხოლმე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბიდან და დარჩენილ რა ვიცი თითო ერთეულობით აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს პრინციპში ძირითადად აყენებენ შეურაცხყოფას. აქაც ხედავთ ახლა რა ვითარება. რა მნიშვნელობა ადამიანია მოქალაქეა? რა მნიშვნელობა? აუცილებელია? რა მნიშვნელობა? ადამიანი გათავისები ვიდეოზე გადაღებული როგორი ფუტკრებით იქნებოდი კი თალებს როგორ ირადა ჩემი ვიდეო ირადა ჩემი სადაც საჭიროა იქ გამოსული შენი მეგობარი იფუტკრებოდი იქნებოდი არ იყო შენი მეგობარი საერთოდ არაფერია გაუკეთებიები ესე მიხვედი და თავი გავინა ერაფერი რო ვერ ქნესის კუთხების და დინების გარდა არაფერი მიგდია. შენი შეგუთხები რა მე? შენი შეგუთხები. შემაგუხლა შემაგუხლა. შემაგუხლა. შეგიძლიათ, იმიტომ რომ ბავშვები ახლა
აი ამან დაარტყა ფოთლი ახლა აი ამ სოლიანი მაისურობით ფოთლი ესროლა პირდაპირ აქციის მონაწილეს უი მართლა როგორ კიდე დამემუქრეთ აბა კიდე ერთხელ აი სახელობითად ემუქრებიან ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლებს რომ ტელეფონებს დაკარგავენ სახელობითად ემუქრებიან სახელობითად აგინებენ ესვრიან სხვადასხვა ნივთებს სახის და თავის მიდამოებში აგინებენ როგორც უკვე გითხარით და რა ვიცი აი პოლიცია ესე მოსეირნობს მათ გვერდით და ბუნებრივია როგორც ხედავთ არც ერთ ამ შემთხვევას მე ჩემსკენ მოდიხართ ახლა მე უნდა აღწევთ მე კი არა ის უნდა გაიწიოს ისინი იწევიან და შენც იქით გაიწიე მე რა გადამწამდი აი ნახეთ თქვენმა თანამშრომლმა რამ იქნა გაზე გადამწამდი რატო გადავიდე უნდა გავხსნათ გადამწამდი პატუარზე რომ აქ ავედი მოდი გადავდები კიდენ გადაიღე მოხალატებო აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი ახლა პარლამენტთან არის გადასული და დანარჩენებიც ნელ-ნელა გადადიან მედიის წარმომადგენლებიც ცდილობენ დარჩენილ აქტივისტებთან ერთად ისე რომ ყველა უსაფრთხოება იყოს დაცული ვინაიდან პოლიცია ამას ვერ უზრუნველყოფს და არც ერთი მათგანი რო აქ არ დარჩეს მათთან ერთად გადადის ახლა გადავდივართ ახლა პარლამენტის მიმართულებით არა ქალბატონო მარტო ვერ ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი უარს ამბობს რომ წამოვიდეს პარლამენტის მიმართულებით თუმცა აქტივისტები არ წმენებენ რომ ახლა ნუ აქ დამთავრდა თავარი ამბავი და პარლამენტის მიმართულებით ბრუნდებიან და ეგენ დავდეს ერთიანი ამას პროცესებში უნდა შეერჩეთ ხალხს დააკეთოს მარტო სირცხული მარტო ახლა ვითარება შედარებით დასტაბილურებულია ყველა მედიის წარმომადგენელმა თუ არა ყველა ძირითადმა ნაწილმა მაინც მიიღო ფიზიკური დაზიანებები რომ აღარაფერი თქვათ სიტყვა შეურაცხყოფაზე მათ შორის აქციის მონაწილეებმაც არაერთ აქციის მონაწილეს მოხვდა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბიდან გამოსროლილი ბოთლები და რკინის ქილები ასევე უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მეორე ნაკადის ნასროლი ნივთებით ახლა ძირითადი ნაწილი არის გადასული პარლამენტის მიმართულებით სრულობით მიდიან დარჩენილი ნაწილი კი აი მედიასთან ერთად ცდილობენ აქტივისტები რომ წამოიყვნენ მათ შორის არის ეს ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი რომელიც ამბობს რომ დღევანდელი მისი პროტესტის ლოკაცია არის აქ და უნდა რომ დააკვირდეს გაშმაგებულ და გამხეცებულ ადამიანებს რომლებიც არიან ქართული ოცნების საარჩევნო ოფისთან. ამ დროისთვის გონიეს ყველაზე საშიში რაც იყო ჩაიარა დროებით გავთიშავთ პირდაპირ ეთერს იმ შემთხვევაში თუ ვითარება ისევ გართულდება აუცილებლად განვაგრძელებთ პირდაპირ ჩართვას ნახვამდის ნეტგაზეთის ლაივს უყურებთ